ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ვენი ვიდი, მე მისი წამყვანი სოსო სალუქვაძე გახლავართ. დღეს ჩვენ ვეწვევით ძალიან საინტერესო ქვეყანას, ირანს და ამ მოგზაურობაში ჩვენ დაგვეხმარება და გაგვიძღვება ამ ქვეყნის ძალიან კარგი სპეციალისტი ბატონი ლევან ასათიანი. ბატონი ლევანი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საელჩოში ირანში. ის თავადაც იყო წლების განმავლობაში ელჩი ჩვენი ქვეყნისა ამ ქვეყანაში და ამიტომ მისი ნაამბობი ჩემის აზრით ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის და იმ ზოგადი, ასე ვთქვათ, ცოდნის გარდა რაც ჩვენ გაგვაჩნია, შეიძლება ბევრი საინტერესო ამბავი გავიგოთ ბატონი ლევანისგან. ლევან, გთხოვთ ორიოდე სიტყვით გვითხარით, რატომ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება და ცხოვრებისა და საქმიანობის დიდი ნაწილი ამ ქვეყანას? დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია, უცხო ენების სწავლებით იყო ესეთი სპეციალობა, სადღაც 70-იანი წლების ბოლომდე მე მგონი, სადაც ქვეყანად მცოდნეობრივი იყო, სწავლობდით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ენებს სწავლობდით, ჩემი არჩევანი იყო ირანი. იმიტომ რომ ძველი ცივილიზაცია, ძალიან საინტერესო ქვეყანა, თავისი ლიტერატურით, თავისი პოეზიით, თავისი ცივილიზაციით, თავისი ისტორიით, ძალიან მაინტერესებდა და აღმოჩნდა, რომ ჩემ ცხოვრებაში ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შემდეგ მე მომიწია ირანში რამდენჯერმე ხანგრძლივი ვადით ყოფნა. პირველად 1979 წელს ჩავედი რევოლუციიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ და მომსწრევარ იმ მოვლენების, რაც იქ ხდებოდა. ფაქტიურად მე წელიწადი და რამდენიმე თვის შემდეგ ევაკუაციით მომიწია დაბრუნება სამშობლოში, იმიტომ რომ ერაყ-ირანის ომი დაიწყო და საზღვართან ძალიან ახლოს იყო ის ობიექტი, სადაც ახალგაზრდა ვიყავი და მთარგმნელად მუშაობდი და შემდგომ მე უკვე როგორც დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიმყავდა ეს მიმართულება. საელჩო როდესაც გავხსენით ჩემ მასწავლებელთან ერთად, ბატონ ჯემშიდთან ერთად 94 წელს იქ მოღვაწეობდი 2 წელიწადი და შემდეგ უკვე დავბრუნდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მიმყავდა ეს მიმართულება, მათ შორის ირანიც შედიოდა, ახლო აღმოსავლეთი მთლიანად, აზიის ქვეყნები და მე უკვე 2004 წლიდან მომიწია საგანგებო და სრულუფლებელ ელჩად ირანში ჩასვლა. ხო, ძალიან ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი ბექგრაუნდია, როგორც იტყვია ფონი. ხო, ნამდვილად ასეა და მე ვიტყვი დაახლოებით უბრალოდ დაახლოებით კი არა, რამდენიმე ასპექტს, რის გამოც ირანი განსაკუთრებით საინტერესოა ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით საქართველოსთვის. პირველი ის, რომ რეგიონული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოა, არა გლობალური შეიძლება, მაგრამ რეგიონული ამჯერად ესეა. და ჩვენ საკმაოდ ცოტა ვიცით მის შესახებ, ჩემი ღრმა რწმენით არასაკმარისი. მეორე ის, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანაა ის რესურსებითაც და კულტურითაც და იმ ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული ცივილიზაციების ერთ-ერთი ცენტრი იყო და მესამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის საკითხი, რომ ეხლა ძალიან турბულენტურ პერიოდში უწევს მას ყოფნა და ამის შესახებ ალბათ საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებაც. მაგრამ პირველ ყოვლისა მოდი მე დაგისვავთ ესეთ კითხვას, რას ნიშნავს ირანი საქართველოსთვის თქვენის გადმოსახედიდან? ვიცი რომ ძალიან ფართოა, მაგრამ შეეცადეთ მოკლედ გითხრათ ამის შესახებ. ესეთი დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ და ირანს შორის ურთიერთობები არის რამდენიმე ათასწლიანი. ქართველი მეფეები, სანამ გავქრისტიანდებოდით, ძირითადად სპარსული დინასტიის წარმომადგენლები, მირიანიც და ვახტანგ გორგასალიც და აი რო გავიხსენოთ უბრალოდ შუშანიკის წამება. მაშინდელი ირანი, როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი, ყველაზე დიდი იმპერია თავის დროზე, რომელიც საბერძნეთს და რომს ეპაექრებოდა, იყო
ზოროასტრული ჩვენ რომ მაზდიანობას ვეძახდით, ჰქონდა თავისი ენა, იდეოლოგია, კულტურა, ძალიან ძვირფასი, ძალიან დიდი, იყო ძალიან მიმზიდველი სახელმწიფო და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მთელ ახლო აღმოსავლეთზე, რა თქმა უნდა, და მათ შორის საქართველოსაც. ჩვენი ისტორია იწყება აი იმ დროიდან, როდესაც აქემედიანური ირანი იყო მსოფლიოს პირველი ყველაზე დიდი იმპერია. ამიტომ ზოროასტრიზმი როგორც ასეთი, რომლიდანაც ძალიან ბევრი რაღაცა იყო, როგორც ქრისტიანობა, მისე მერე ისლამმა, იყო რელიგია, სადაც არის ჯოჯოხეთი, სამოთხე, კეთილის და ბოროტის დაპირისპირება, უამრავი მცნება, ძალიან მნიშვნელოვანი გადმოსულია ქართულში იმ დროიდან, მაგალითად ტაძარი, ზვარაკი, ისეთი სიტყვები, რომელსაც შინაარსი ძალიან სერიოზულად სახელები რო გავიხსენოთ, მაგალითად იმ დროინდელი სახელები, მე ირანში ახლა იშვიათად არის, მაგალითად დარისპანი რო შექმნეს, ან ალმასხანი, ან ჩვენთან ჯერ კიდევ შეგვიძლია. ხო, ქაიხოსრო, ხო? ან ბეჟანი, ან გოდერძი, შადიმანი, გოდერძი, ეს არის ყველაფერი ისლამამდელი ირანის. მე შემდეგ ირანს სხვა უბედურება დაემართა. დამარცხდა. ლევან, აი ეს მაინტერესებს ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ეგ მინდა რომ ასე ვთქვათ, ჩაგეკითხოთ ამაში. ირანი ისეთი ქვეყანა, რომელსაც თვითონაც დიდი იმპერია ჰქონდა და ძალიან დიდ გავლენას ახდენდა, ვთქვათ, მათ შორის საქართველოსზედაც და სასტიკი მტერიც იყო, მაგრამ ისეთი ქვეყანაც არის ამავე დროს, რომელმაც თვითონ განიცადა ძალიან სერიოზული მარცხები და განადგურებები თავისი მათ შორის კულტურული თვალსაზრისითაც. ეხლა ალბათ არაბიზაციაზე ვსაუბრობ პირველ ყოვლისა ჩვენ, მე მონღოლები იყვნენ, თურქები, თურქსელჯუკები იყვნენ და ასე შემდეგ და აი როგორ მოახდინა ამ პროცესებმა ფორმირება ამ ქვეყნების. ესე იგი ისლამმა, ჯერ ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა. მაგრამ ის მაინც ეპიზოდური იყო, მაგრამ ფაქტიურად იმდენად დასუსტდა, რომ მე ისლამი მოერია. მაგრამ ირანი უნიკალური ქვეყანაა იმდენად, რამდენადაც ალფაბეტი კი აიღო არაბული, მაგრამ ენა და ცივილიზაცია დაიტოვა სპარსული. ჩვენ ირანს რო ვეძახით სინამდვილეში ხო სპარსულია, ძველი სპარსულია. და შიიტური ირანი, ანუ ისლამის ის განშტოება მიიღო, რომელმაც ფაქტიურად დღევანდელ დაპირისპირებამდე ეს დღეს რაც ხდება ძირითადად ახლო აღმოსავლეთში ეს არის ორი სამყაროსი, ისლამური სამყარო, შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირება. შიიტების ლიდერი არის ირანი, თავისი ლიბანში, თურქეთი და არაბული სამყარო, საუდის არაბეთი. გეოპოლიტიკურად ირანის მტრები. აი ამითი გაემიჯნა ის არაბულ სამყაროს. თუმცა უამრავი რაღაცა აიღო, მაგრამ უამრავი რამე გასცა არაბულ სამყაროს, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი ურთიერთობები ირანთან არა მარტო 3000 წლიანი არის უკვე შიიტურ ირანთან ურთიერთობები, როდესაც შახაბასები და ისინი მოილტოდნენ საქართველოსთან და აი მაშინ იყო სწორედ უდიდესი წინააღმდეგობა ჩვენ შორის და ომები და გადავჭით გავახციეთ რაღაცნაირად, მაგრამ ბევრ ქართველ მეფეს მოუწია ისლამის მიღება და ირანის იმპერიის სამსახურში ჩადგომა. შეიძლება ესეთი რამ ვკითხოთ, ეს ძალიან საინტერესო თემაა და მიუბრუნდებით მოკლედ, მაგრამ აი ირანი მაყურებლისთვისაც ალბათ საინტერესო იქნება, არ არის ტიპური რაღაც ტურისტული ქვეყანა, მით უმეტეს ახლა, როდესაც გარკვეული ჩაკეტილობით გამოირჩევა, მაგრამ ჩვენ ვიცით, გაგვიგია ყური მოგვიკრავს ადგილები, რომელიც ქართულ ფენომენთანაც არის რაღაცნაირად დაკავშირებული, მაგალითად ისფაჰანს როდესაც ვახსენებ, აუცილებლად იქ რაღაც ასოციაციურად რაღაც წარმოგიდგება, ამავე დროს რამდენადაც ვიცი ისფაჰანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკონომიკური რაიონია, თვითონ ეს ოსტანი. ეხლა შირაზი იმდენად ქართული არა, მაგრამ საადისა და ასე ვთქვათ, ჰაფეზის სამშობლო ვარდებთან დაკავშირებული. ნუ პერსეპოლისი თავისთავად ახლა თქვენ ანტიკურ პერიოდზე. აი რა ადგილებია ისეთი, რამდენიმე სიტყვით რო გითხრათ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს კაცმა თუ კი იქ არის ჩასული. პირველ ყოვლისა, ირანი არის ძალიან დიდი ქვეყანა. 31 ოსტანი არის ირანში, თითო საქართველოს ხელა ალბათ. მარტო თეირანში 86 მილიონი მოსახლეობით. მარტო საქართველოში, მარტო თეირანში 1/3 საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს. ქვეყანა ძალიან საინტერესოა. დიდი ნაწილი არის უდაბნო, იმას თავისი ის აქვს, პეცი და
სადაც დანიშნულება იქ რაღაცა ბახტიარები, ლურები ცხოვრობენ, თავიანთი ცხოვრებით, უდაბნოს ცხოვრებით, აკლემებით, დღესაც ნომადები ხო. მომთაბარე ხალხი. ძალიან საინტერესოა მაგალითად კასპიისპირა რაიონები, გილანი და მაზანდარანი. ხო, მაგალითად გილანში მე რამდენჯერმე მომიწია გზავრობა თეირანიდან თბილისამდე რამდენჯერმე მანქანით, ისედაც ჩასული ვარ იქ, ძალიან საინტერესო რაღაცები ვნახე იქ. გილანი არის ერთ-ერთი საქართველოს გავს ცოტა ლენქორანის გაგრძელება საქართველოს გავს იმდენად რამდენადაც პატარა უღელტეხილია რო გადაველი რიკოტის შტაბში შლებას თოვებს იმიტომ რომ ბუნება ძალიან გავს საქართველოს მაგრამ ყველა საინტერესო ის არის რომ გილანში იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა მე ყური მოგრული მაგრამ საბჭოთა სოციალისტური ბოლშევიკებმა შეარქვეს თუ თვითონ ქნეს ბოლშევიკებმა შეარქვეს და ბატონი სერგო ორჯონიკიძე სანამ საქართველოში შემოიყვანდა ბოლშევიკებს ჯერ იქ ჩაიყვანა იქით სასულიყო ხო არა აზერბაიჯანი უკვე გასაბჭოებული იყო და იქიდან გადაწყვეტენ და ერთი წელიწადი იარსება ამ გილანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ ხანი ყავდა მე მგონი ხო რომელიც კუჩი ხანი ყავდა ერთი რომელიც მე მირზა ქუჩიხანი რომელიც მე თებში სადღაცა გაიყინა მაგრამ ეს თვითონ მნიშვნელოვანი ფაქტი არის ხო მნიშვნელოვანი რეგიონი ჯერ ერთი ლამაზია ზღვისპირაა თავისებური კლიმატი აქვს მე საზღვარი აქვს აზერბაიჯანთან და უმნიშვნელოვანესი პორტები ირანის არდებილთან არის ხო ახლო თუ არდებილთან თუ თავრისთან არდერბილი არის აზერბაიჯანულენოვანი თავრიზიც აზერბაიჯანულენოვანია ირანის აზერბაიჯანს რასაც ეძახიან სინამდვილეში აზერბაიჯანი გერმანისა გეოგრაფიული ტერმინია და ეს აზერბაიჯანი არა სხვადასხვა დღესაც აზერბაიჯანელებს მე რაც მქონია საკმაოდ ისე უფრთხიან და ფრთხილად არიან ირანის მიმართ იმიტომ რომ თვლიან რომ მათი ხალხი ირანელა ასე ვთქვათ არა ეგრე არ არის ირანი არის ორსახოვანი ქვეყანა რომელიც შედგება სპარსული ცივილიზაციისა და კულტურისაგან და დანარჩენი დინასტიები არც ერთი სპარსული არ იყო სულ თურქულენოვანი იყო ყაჯარები მაგალითად იყვნენ თურქმენები შახ აბასი იყო თურქულენოვანი ანუ ორი კომპონენტია ერთი არის ირანული ცივილიზაცია ირანი როგორც სპარსული ცივილიზაცია და თურქული სამხედრო თურქულენოვანი სამხედრო შემადგენელი ისე არის აწყობილი ქვეყანა მაგალითად რომ სულიერი ლიდერი ალი ხამენეი დღევანდელი არის თურქულენოვანი ბოლო მეფე თვითმარქვია რეზა ხანი იყო თურქულენოვანი ძლივს ლაპარაკობდა სპარსულად მინისტრების ან მოჰამედ რეზა ფეხლევიც ფეხლევი დაირქვა ახლა მიითვისა იმიტომ რომ სახმადო გადატრიალება მოაწყო სამხედრო მინისტრი იყო და დაირქვა ფეხლევი იყო თურქულენოვანი თუდად მოლაპარაკეს სპარსულად იმიტომაც დაარქვა სპარსეთს ირანი და გამოაცხადა რომ არიელების შთამომავლები ვართ და ჩვენ სულ ყველანი ვინც ცხოვრობთ ირანში და ვართ მუსლიმები ვართ ირანელები თუ სპარსელი აზერბაიჯანელი ქართველი სომეხი ეგეთი ცნება ეროვნული მცნება იქ არ არსებობს მაგალითად ჩვენ ანუ ამით თურქეთსაც წააგავს კონსტიტუციურად როდესაც არ აღიარებენ მაგრამ ჩემი ელჩობის დროს მაგალითად ფერეიდანში მომიწია ჩასვლა და ჩავატარეთ იქ ქართული ენის დღე მეჩეთში რომელიც ირანელებმა დაარქვეს იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა ადგილობრივი მთავრობის გარეშე ეს არ გამოდიოდა ქართულად მოლაპარაკე ირანელების ანუ ისინი მაინც ირანელები არიან მაგრამ ენა აქვს ქართული ხო ენა აქვს ქართული აი ეგეთი მიდგომა არის ამიტომ აღიარებულია ირანში ის უნიკალური ქვეყანაა რამხრივ ირანი არის ერთადერთი ისლამური რესპუბლიკა ისლამური რესპუბლიკა არის მსოფლიოში სახელით სამი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა და ირანის ისლამური რესპუბლიკა აქედან ირანის ისლამური რესპუბლიკა არის ერთადერთი სადაც სისტემა ველაიათე ფაყიფი ქვია ქვეყანა იმართება არა არჩეული პრეზიდენტის არამედ სულიერი ლიდერის მიერ რომელსაც ირჩევს რაღაცა აიათოლების რაღაცა ჯგუფი ანუ ის პირდაპირ ხალხის მიერ არჩეული არ არის მაგრამ იმამ ხომეინის დატოვებული სისტემა არის რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა თავის დროზე და ეხლაც ხო აი უნიკალური ქვეყანა მაგმხრივ ესე იგი ესეთი ქვეყანა მეორე არ არსებობს ლევან კიდევ ძალიან საინტერესო ინფორმაცია რა თქმა უნდა თუ არა სპეციალისტი და ან თუ არ წაიკითხე ასეთ რამეს ვერ გაიგებ მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ამ ასე ვთქვათ გეოგრაფიულ
ღირსშესანიშნაობებს. თქვენთვის, რადგანაც არაერთხელ ახართ იქ ნამყოფი, განსაკუთრებით რომელი ადგილები იყო ისეთი, სადაც გინდოდათ ან ხშირად მიდიოდით? რა თქმა უნდა ისპაჰანი, თავისი ბრწყინვალე არქიტექტურით და თავისი ეს იყო ირანელები ძახიან ესფაჰან, ნესფეჯაჰან. ირანი არის აგარ თაბრიზ ნაბაში. ხო. ისფაჰანი არის ნახევარი მსოფლიო. იუნესკოს იმაში შეტანილია. ბრწყინვალე არქიტექტურა, თვითონ მხარი არის ძალიან საინტერესო, მდიდარი და ისეთი სამრეწველო, სხვათაშორის იქ არის ბირთვული ნათანზის ობიექტი, სადაც ქონდა ბედნიერება და მოვხვდი, დაყვატეს ერთხელ ელჩები და გვაინტერესებდა და ჩავედი. ლანდშაფტი არის ძალიან საინტერესო, გარშემო, რაღაცა მთვარის იმაზე გეგონება, ნათანს რო უახლოვდები, ისეთი ლანდშაფტია. ან მაინც ხრიოკია. ხრიოკი მოწითალო, მოყვითალო რაღაცა უდაბნო, ნახევრად უდაბნო შიგნით შედიხარ და უცებ აღმოჩნდები სადღაცა კრატერიან ოაზისში, სადაც არის რაღაცა მიწისქვეშ უზარმაზარი ბირთვული ობიექტი, სადაც ურანის გამდიდრება ხდება. ისპაჰანი ძალიან საინტერესოა, შირაზი ძალიან საინტერესოა. მე მომიწია ძალიან დიდი ხანი ყოფნა ხუზისტანში. ეს არის არაბული მოსახლეობით, სამხრეთით, სპარსეთის ყურეზე უმდიდრესი ნავთობით. ირან-ერაყის ომის პერიპეტიები იქ მიდიოდა. აი ზუსტად მანდიდან მომიწია ევაკუაცია და 30 რუსის წამოყვანა. ანუ შენ ევაკუაციაში დახელოვნებული კი, რამდენჯერმე მომიწია ირანიდან ევაკუაცია. ხო, პირველი ევაკუაცია იყო აი 80 წლის შემოდგომაზე, როდესაც გამოვასწარეთ იქიდან სამხედრო მეებს, იმიტომ რომ ბომბავდნენ უკვე ერაყელები, კარგად შეიარაღებული სხვა ქვეყნების მიერ. ირანმა იომა ვაწელიზადი ომობდნენ, არ დამარცხდა, მაგრამ სტატუს-კვო შენარჩუნებული იქნა. და ეკონომიკა გაუნადგურდა. ეკონომიკა გაუნადგურდა და უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა, რა თქმა უნდა, მილიონამდე ახალგაზრდა დაიღუპა, იმიტომ რომ ხომეინიმ გამოაცხადა 20 მილიონიანი არმია უნდა შექმნონ და სკოლიდან და საბავშვო ბაღიდან ასწავლიდნენ ბავშვებს. აი რა გადავედით ახლა ამ საკითხზე, რომელიც პოლიტიკის და გეოპოლიტიკის გარეშე ირანზე საუბარი ცოტა რთულია და გაგვიჭირდება. ესეც ძალიან მაინტერესებს, რომ ბოლო 1 საუკუნე ხო რო ავიღოთ. ირანი იყო ძალიან турბულენტური, ასე ვთქვათ, მოვლენების რამდენიმე რევოლუცია, ომი, აი ეს დაპირისპირება, კონფრონტაცია, ეხლა ბოლო პერიოდს ვამბობ, ასე ვთქვათ, კონფრონტაცია ცივილიზებულ, ასე ვთქვათ, სამყაროსთან, ესეთი პროამერიკულები იყვნენ, ну ყოველ შემთხვევაში გარეგნულად და შემდეგ სრულიად ანტიამერიკულები გახდნენ. თუმცა მე მგონი რომ რუსეთის მანდა მაინც რამდენადაც არ უნდა მეგობრობდნენ მას, უბრალოდ ძალიან არ უნდა უყვარდეთ, იმიტომ რომ ისტორიულად ახსოვთ რუსების და ბრიტანელების მიერ ირანის შუაში გაყოფა. მშვენიერი მოთხრობა აქ ლამბალო დაყაშა ჯავახიშვილის ბრწყინვალე აღწერილია იქ ის პერიოდი, რა პერიოდშიც რუსები მოღვაწეობდნენ. იცით როგორ არის, აი მე მაგალითად
ჩემი ყოფნის დროს პირველი მივლინების დროს 79 წელს მე იმ დროს მოხდა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შტურმი და ძევლება თაყვანა დიპლომატების. საინტერესო მოვლენაა, რომ ზუსტად რამდენიმე დღის შემდეგ საბჭოთა საელჩოსაც შეუტიეს. და იყო ლოზუნგი სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი საბჭოთა კავშირს. მარგბარ ამერიკა, მარგბარ შურავი. შაიტან ბოზო ერთნაირად არ უყვარდათ. ამერიკა იყო დიდი შაიტანი, საბჭოთა კავშირი იყო პატარა შაიტანი, მაგრამ საბჭოთა საელჩოში არ შევიდნენ, ვერ შევიდნენ. დაიცვა ტანკები დააყენეს და დაიცვეს, რომ არ შესულიყვნენ საბჭოთა. აი ეს ლოზუნგი მახსოვს, სიკვდილი საბჭოთა კავშირის. და ჩემი ელჩობის დროს ეგ ლოზუნგი კიდევ ერთხელ გაიმეორეს ირანელებმა. ახმადინეჟადის მეორეს არჩევის დროს მიუვარდნენ რუსებს, რომ მაგათ ასწავლეს საქმეების, რა ქვია, არჩევნების გაყალბება, იმიტომ რომ ახმადინეჟადი რუსეთში იყო წასული მაგდროს. რაც სიმართლეს გაავს. მეორე ტურსა და პირველსა და მეორე ტურს შორის, როცა ბოლომდე უნდა დამტკიცებულიყო და მიადგენ რუსეთის საელჩოს და კიდე გავიგონე ესე მესიამოვნა სიკვდილი რუსეთ მარგბარ და პუტინს პირდაპირ. ეხლაც მაგალითად აი ეს ძალიან უკრაინასთან ომის დროს რა ხდება ხო? უკრაინასთან ომის დროს დრონებიც ვიცით და ხო, რაღაცები რაც დაიწყო. მაშინაც იყო ეგ ლოზუნგები და რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა და სიკვდილი პუტინს იძახეს, მაგრამ თვითონ ქვეყანა მდენარე არის სამხედრო პოლიტიკურად დამოკიდებული უკვე ერთმანეთზე ორივე სანქციების ქვეშ არის, რომ მოუწია თანამშრომლობა და ძალიან მძიმე დაუждდება ეგ. ისედაც იზოლაციაში იყო და მე მგონი რომ ძალიან გაუჭირდება ახლა იმის ჩათვლით თვითონ ქვეყანაში შიგნით რა ხდება. მაგრამ საქმე იმაშია რომ ბოლო არჩევნებმა შეცვალა ირანში ძალიან სერიოზულად სიტუაცია. წინა არჩევნების დროს რაც მთავრობაც იყო, იმ მთავრობასთან ამერიკამ მოილაპარაკა ბირთვულ საკითხზე, დადებული იყო შეთანხმება, შეწყვიტეს ირანელებმა გამდიდრება ურანის. ახლა დაიწყო პროცესი. ახლა დაიწყო ხელახლა. ლევან, ასეთი რამ მინდა გკითხოთ თქვენ, რომ ეს ასე ვთქვათ პერიპეტიები მეტნაკლებად ასე ვთქვათ გასაგებია და კარგია თქვენ როგორც ამას გვეუბნებით, მაგრამ რა როლი ქონდა ირანს მაგალითად იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს ერთი და ამასთან დაკავშირებით საერთოდ რა განწყობა აქვს მათ საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ იმპერიას ყოველთვის ის მეხსიერება აქ და მე ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ოდესღაც ჩემი იყო, ჩემთან იყო და აი როგორც ჩვენ გვაქვს ბატონო სოსო ნიკოფსიიდან დამოუკიდებლად ზუსტად ესე აქ ირანელებს. გეტყვით მე გახდით უზენაეს საბჭოს წევრი, საგარეო კომიტეტში მომიწია მუშაობა და ერთ-ერთი პირველი დიპლომატები, ვინც გამოჩნდნენ, იყვნენ ირანელები. ორი ირანელი ჩამოვიდა თეირანიდან, შეხვდნენ ბატონ გამსახურდიას, შემდეგ შემოვიდნენ ჩვენთან კომიტეტში და ვსაუბრობდით. ძალიან მიხვდნენ, რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ძალიან აინტერესებდათ ვინ და რა ხალხი მოდის ამერიკაში. რა ტრაექტორიები როგორ რაღაც. გამოვიდა ისე, რომ ნუ ხა მაშინ ჩვენ ჯერ დამოუკიდებლობა დეკლარირებული კი გქონდა, მაგრამ არ ვიყავით დამოუკიდებლობა. როგორც კი დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ საბოლოოდ და ჩვენ გავხდით გაეროს წევრი, ისევ გამოჩნდნენ ირანელი დიპლომატები საქართველოში და უკვე ედუარდ შევარდნაძე როგორც სახელმწიფოს მეთაური დაპატიჟეს ირანში და პირველი ვიზიტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური იყო ირანის ისლამურ ანუ თქვენ როგორც ბრძანებთ მათ და ირანმა დაასწრო სხვა ქვეყნებს ამ დიპლომატიური მოძრაობის საელჩოს გახსნეს ჩვენს მალე გავხსენით საელჩო ძალიან მხარში დაგვიდგენ მაშინ ჰუმანიტარული დახმარება გვჭირდებოდა პირველი ქვეყანა რომელიც გაიხსნა ქართველებისთვის იყო ირანის ისლამური რესპუბლიკა პირველი გამოფენები მათ მოაწყეს ჩამოიტანეს კმილეულობაც კი იშვიათობა იყო მაშინ მე მახსოვს ავეჯი ძალიან პირველი რაღაცები რაც გაიხსნა ну რა გითხრათ ახლა მე მომიწია ამ ქვეყანაში მუშაობა და ჩვენთვის კეთილ განწყობის მეტი მათ არაფერი გამოუხატავთ. ანუ ისტორიული მეხსიერება მათი ისტორიული მეხსიერება არის ცოტა უცნაური. ირანელისთვის საქართველო არ არის უცხო ქვეყანა. ირანელი საქართველოს აღიქვამს ყოფილ თავის პროვინციას. ეგენი ხო ჩვენები არიან. ეგენი ხო ჩვენები არიან და ნებისმიერ ირანელს ვისაც დაველაპარაკე და გავეცანი როგორც საქართველოს ელჩი მეც და ჩემმა მეუღლეც აუცილებლად გეტყვის რომ წინაპრები ყავდა ან ბებიის ან პაპუის მხრიდან კავკასიიდან და საქართველოსთან იცვლება რომ ძალიან ის არის კარგი ის არის ეხლა ჩემმა მასწავლებელმა და თქვენმა მასწავლებელმა ჩემში გიმნაზიუმში მითხრა ეგეთი რაღაცა რომ ძალიან ბევრ ინტელექტუალურ ირანელს მიაჩნია რომ
გენი ირანული გადარჩა საქართველოში. აჰა. თვითონ ძალიან აერიენ ბანდერებში, თურქებში, ქურთებში, სპარსები, ნამდვილი სპარსელები ხო ზოროასტრები გადაიხვეწდნენ სპარსეთიდან ძირითადად ინდოეთში. მილიონობით იქ ცხოვრობენ. ცოტანი არიან ნამდვილი სპარსები დარჩენილები. ანუ ის ძირძველი გენი იქ ვერ გადარჩა და ისინი თვლიან რომ აქეთ ვინც გადმოვიდა იმან ქრისტიანობა მიიღო, მაგრამ გადარჩა როგორც გენი, იმიტომ რომ ახლა ის ზოროასტრიული ათეშგა მაგალითად თბილისში არის. ცნობილია, ის რაც მაგალითად ირანში აღარ არის რაღაცები და ის სახელები რო გითხარით მაგალითად ნოისრევანი და ეხლა მეც თქვენის არ იყოს რა კი ახსენეთ მეც დაგიდასტურებთ რომ მეც ამ გზას გამოვყევი უბრალოდ 79 წლის რევოლუციამ ჩატეხა ეს ხიდი რომ მე იქ შეგნებით ვერც არ წავიდოდი არ მაგრამ გავასწარი ავღანეთში ნახე რამდენი სიტყვაა ქართული რომელსაც ჩვენ აი სუფთა ძირძველ ქართულად მივიჩნევთ და სინამდვილეში სპარსულიდან არის შემოსული მართლაც გასაოცარია თუმცა ეგ ძალიან ბუნებრივი ამბავია და არც გასაკვირი არ უნდა იყოს 3000 სიტყვის ფუძეში არის თან ისეთ ფუნდამენტური სიტყვები აქანდაზიდან დაწყებული ჯიბგირით დამთავრებული. ჯიბგირი ქარხანიდან. ქარხანა რა თქმა უნდა. არა, ძალიან ბევრია. ძალიან უადვილდება სხვათა შორის ქართული სწავლა. მე არა მაქვს ლაპარაკი ფერეიდნელებზე, რომლებიც პროვინციაში ცხოვრობენ და ფერეიდნული ქართული სხვა მოვლენაა. ეგ არის ლინგვისტების შესასწავლი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მეგრულში და ფერეიდნულ ქართულში არის სიტყვები, რომელიც თანამედროვე ქართულში აღარ არის. ხო, არა, ძალიან საინტერესო. საერთოდ ლინგვისტიკა ფერეიდნელი ქართველებმა ეხლა დაიწყეს თანამედროვე ქართულის შესწავლა, მაგრამ ჩვენ რო ჩავედით და ჩავიტანით იქ წიგნები, კასეტები, მოვაწყეთ იქ რაღაც ეროვნული პროცესი თვითონ გახსოვთ კი, როგორ 70-იან რეზა მიქელაძე იყო 70-იან წლებში გადმოასახლეს, ვერ იცხოვრეს. საბჭოთა საქართველოში ძალიან გაუჭირდა, თუმცა რაღაცა ნაწილი დარჩა. გაიყვნენ ოჯახები, ნაწილი დაბრუნდნენ, ნაწილი დარჩა. სალაპარაკო სპარსულს ვასწავლი. სალაპარაკო სპარსულს ვასწავლიდან ჩვენ მაშინ ესე რეზასთან მეგობრობდით კიდეც. კაი კაცი იყო საწყალი. მისი შვილი ჩვენთან მუშაობდა საელჩოში მერე. ახალგაზრდა ბიჭი იყო. ხო, აი ეს ფერეიდნული ქართული და თანამედროვე ქართულის მწოდნე ირანელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთთან. ირანელმა უკეთესი ქართული იცის, ვიდრე ფერეიდნელი. ფერეიდნელს ეზარება. გონია რომ იცის. პირველი ვიზიტი გითხარით, ხო? ხო და აი მაგაზე კიდევ ხო ასე თქვა. პირველი ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო იქა. შემდეგ უკვე ბატონი მიხეილ სააკაშვილი გვეწვია 2004 წელი იყო და ერთ-ერთი შეხვედრის დროს ეს პატარა ნოველაში მაქვს მიაღწევლია რაფსანჯანი იყო ეგეთი პრეზიდენტი თავის დროზე რომელიც საქართველოს სამყოფია ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი პოლიტიკური მოღვაწე და მომავალი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ირანის მასთან შეხვედრის დროს ბატონმა მიხეილმა ახსენა აი სიოსეფოლ ისპაჰანის ხიდი და ძმები უნდილაძეების როლი ირანის ისტორიაში და ეს რაფსანჯანიმ გადმოგვხედა და მაშინ ხო ერთი ქვეყანა ვიყავით თუ გითხრა და ჩაგვი მიგვანიშნა ხო რომ მაშინ იმიტომ რომ უამრავი ქართველი მოღვაწეობდა ირანში და არა მარტო როგორც ჩანს არა მარტო მხედართმთავრები არამედ პროვინციებს მართავდნენ ისფაჰანსაც და ქერმანსაც და როგორც რუსეთის იმპერიაში ხა უამრავ სხვადასხვა სფეროში ქართველმა რო ხო ხა მამლუქები ალბათ ასე იქნებოდნენ ერაყში და იმაში სირიაშიც მოღვაწეობდნენ და ეგვიპტეშიც და ხო კვინტენსენცია იყო იოსებ სტალინი ჯუღაშვილი რომელიც გახდა გენერალური მდივანი პარტიის საბჭოთა კავშირის მაგრამ უამრავი ქართველი საუკუნეების განმავლობაში სხვა იმპერიების მაშინ რა მოღვაწეობდა ეს პატარა ქვეყანას ერთ-ერთი ასე ვთქვათ როლი ასპარეზი არ ყოფნიდა პატარა გაფართოების ნიჭიერი ხალხი ვართ ეთყობა ამ თვალსაზრისით მე ალბათ ირლანდიაზეც როდესაც ვეწვევით საინტერესოა იქაც რაღაც მსგავსი სიტუაციაა ხო სახში რო არ განან მაგრამ გარეთ არიან სახში არ განან მშვენიერი ქვეყანა ააშენეს მშვენიერი დემოკრატიული და ყველაზე ასე ვთქვათ ჩაუქები მოდი ასე ვთქვათ. მოდით ბოლოსკენ რომ წავიდეთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი დრო არ არის და ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის.
მე ვიცი რომ პროგნოზი სპორტში და პოლიტიკაში უნადური რამეა, მაგის გაკეთება საკმაოდ რთულიც არის და არც ვარგა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ირანში ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, როგორც ჩანს თავისი თავი გაცვით ამ 40 წლიანმა რეჟიმმა და თქვენი, ასე ვთქვათ, შეხედულება როგორია პროგნოზს აღარ ვიტყვი, რას მოელით, რა უნდა იყოს, იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ ეს დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეს ახალი თაობა მოვიდა, Z თაობას რო ეძახია, რომელიც უკვე ინტერნეტზე და იმაზეა, მაგათ უკვე ჩადრს ვერ დაახურებდა, ინფორმაციას ვეღარ გადაუკეტავ. დიდი ქვეყანაა, ვიცით, 86 მილიონიანი, იქიდან ძირითადი მოსახლეობა არის 30 წელზე ახალგაზრდა. ეს თაობა აი ამ აიათოლებს და აი ამ იდეოლოგიურ ქვეყანას, რომელსაც შიიზმი და ეს აქ ამოჩემებული და უნდა რომ ექსპორტია წარმოოს თავისი იდეოლოგიის და ქვეყნის, ამას რა თქმა უნდა ეს თაობა ვერ შეეგუება. აი დღევანდელი ლიდერი აიათოლა ხამენეი არის ძალიან ხანში შესული და ძალიან მძიმე ავადმყოფი, ონკოლოგიური ავადმყოფობა აქვს, გადატანილი ოპერაცია, ის დიდხანს ალბათ ვერ გაცლის. და მისი ქვეყნიდან წასვლა, ამ ქვეყნიდან წასვლა ნიშნავს, რომ უნდა იქნეს არჩეული ახალი სულიერი ლიდერი. თავისთავად პრობლემურია, იმიტომ რომ ესეთი პიროვნება აღარ არსებობს, ის ხომეინის გამაგრძელებელი იყო და მეორე საერთოდ თვითონ სისტემა ეს დრომოჭმულია, ან კოლექტიური და ხალხსაც როგორც ჩანს უმეტესობას უკვე აღარ შეუძლია მაგის აი იცით რა გითხრათ ამ ცივილიზებული და წინწასული მოვლენებმა აჩვენა რომ ის ლოზუნგი რაც ადრე არის მოდა სიკვდილი დიქტატორს სიკვდილი ხამენეის ესეთი რაღაცა გაიხსნა ეხლა პირველად ანუ სისტემას შეუტიეს და არა მარტო პიროვნებას ან მთავრობას მაგრამ ძალიან მომძლავრებულია რევოლუციის გუშაკთა კორპუსი რომელიც რევოლუციის დროს და მისი მოვალეობა არის რევოლუციის მონაპოვების ეს ბოლო წამალია ასე ვთქვათ როგორც ბოლო წამალი ძალიან მომძლავრებულია ბანლევან მე ესე მგონია რომ სისხლი დაიღურება სისხლი აი ყველაზე მოდი მშვიდობა უსურო და მშვიდობიანი ცვლილება ერთი იმიტომ რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც არ უნდა ვთქვათ ჩვენი მეზობელია და ამხელა გავლენა აქვს და ვისურვოთ რომ ირანი ჩვენი კეთილი მეზობლების რიგში ჩამდგარიყოს მშვიდობიანი და რიგში იყო ყოველთვის და მშვიდობიანი ყოფილიყო. ყველაზე ძალიან როდესაც გაგვიჭირდა 2006 წელს, როდესაც -15 იყო თბილისში და რუსებმა გადაგვეკეთეს გაზი. მე მაშინ ელჩი ვიყავი და მშვენიერი გუნდი იყო, ჩვენები ჩამოვიდნენ, მომლაპარაკებლები, ენერგეტიკის მინისტრი იყო. მაშინ გილაური თავის ძალიან კარგ გუნდთან ერთად დიდი წვალებით, მაგრამ მივახციეთ იმას, რომ ირანმა მოგვცა გაზი. და გამოუშვა არ უნდა დაგვაუწყდეს. არ უნდა დაგვაუწყდეს, იმიტომ რომ ჯერ ესეთი რუსები კინაღამ გადაირივნენ, არ ელოდნენ, მე რო დიპკორპუსში მივედი, ამ გადაწყვეტილების ჩემი ხელით გავხსენით, მე და ნიკომ ჩავედი და გავხსენით ის კრანი და შევატრიალით და გავუშვით აზერბაიჯანისკენ და იქიდან შემოვიდა ჩვენთან. ისეთი ფურორი იყო დიპკორპუსში, ტაშით შეხვდნენ. ეს როგორ გააკეთეთ? რუსის ელჩი იყო? Это же невозможно, возможно. Всё возможно. დაპირებული ვიყავი მე მაგას თავისთავად. თუ გაგვიჭირდებოდა მაგას მივახციეთ მაგას. რატო გეუნებით? სასტრაფოდ გაარემონტეს რუსებმა ისა, მაგრამ ნახეს რომ ჩვენ გაგვიჭდა ალტერნატივა და ამანი მოქმედ. ლევან ძალიან დიდი მადლობა. ამ ასე ვთქვათ, მაინც პოზიტიურ ნოტაზე დავამთავროთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, რა საუბარი ამოწურავს ახლა ირანს, მაგრამ მე მგონი დასაწყისისთვის ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ რომ მაყურებელმა ბევრი ისეთი რამ მოისმინა რაც სხვანაირად არ ეცოდინებოდა ამიტომ დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის მაყურებელს კი დავემშვიდობები მოვალ შეხვედრამდე